მოგესალმებით, მე ვარ ხოჯაფარიძე, რეიკის ოსტატი და მასწავლებელი და ამ ლაივში ვაგრძელებთ საუბარს ჩაკრების სისტემაზე, კერძოდ მეხუთე ყელის ჩაკრაზე და მოდით განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და როგორ მივხვდეთ, რომ ყელის ჩაკრის მუშაობა შეიძლება არ იყოს თლად გამართული და იყოს დარღვეულიც კი. ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც აგებს პასუხს ჩვენი ყელის ჩაკრა, მეხუთე ჩაკრა, ხო? ეს არის შემოქმედებითობა, ეს არის საკუთარი ემოციების, საკუთარი აზრების, საკუთარი თავის გამოხატვა, ნებისმიერი ფორმით, როგორც სიტყვიერად, ისე არასიტყვიერად, ხო? როგორც რაღაცა საქმიანობაში, ისე მაგალითად ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში. ხო და იმ შემთხვევაში თუ გვიჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, ხო? თუ გვახასიათებს ეს ბლოკირებული ემოციური მდგომარეობა, როდესაც გვიჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა ადამიანებში, სულ გვეშინია რომ რაღაცა სისულელი არ თქვა, გვეშინია მუდმივად კრიტიკის ან განსჯის, ეს იმის მანიშნებელია, რომ მეხუთე ჩაკრა ვერ მუშაობს სათანადო დონეზე. ასევე ჩვენი ყელის ჩაკრა, მეხუთე ჩაკრა პასუხისმგებელია იმაზე თუ ვიპოვეთ თუ არა ჩვენი ადგილი ზოგადად ცხოვრებაში, ხო? ანუ მივდივართ ჩვენი გზით, აღმოვაჩინეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზნები, რაღაც ჩვენი საქმე, რომელიც არა მარტო გამოგვდის, არამედ მოგწონს კიდეც, თუ ცხოვრობთ სხვა ადამიანების ცხოვრებით, ხო და ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზნები და ღირებულებები არის სხვა ადამიანების პროგრამირების თუ ჩვენთვის ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი ზემოქმედების შედეგები. ასევე ყელის ჩაკრა პასუხობს ეს ამოცანას, რომელსაც ქვია ბანალური მეტყველება, ხო, რამდენად კარგად გამოგვდის მეტყველება, რამდენად კარგად გამოგვდის, ასე ვთქვათ, საუბარი და დიალოგის აგება გარშემოყოფ ადამიანებთან. ორატორული ხელოვნება, კიდევ ერთხელ საკუთარი აზრის გამოხატვა და დაფიქსირება. როდესაც გვიჭირს, ხანდახან არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, როდესაც სამ ყველაფერი ნაცნობია, ხო? და იცი, როგორ იმოქმედო, ხარ ეფექტური. მაგრამ საკმარისია რაღაცა შეიცვალოს და მოგიწიოს იმპროვიზირება, აი აქ თუ, ასე ვთქვათ, იჭედები, თუ არ იცი როგორ მოიქცე და გიჭირს იმპროვიზაცია, გიჭირს შემოქმედებითად შექმნა, რაღაცა ახალი სტრატეგიები, ახალი მიდგომები, ახალი ქცევები, ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე ჩაკრაზეა სამუშაო. და ასევე, როგორც თქვით, მეხუთე ჩაკრა პასუხისმგებელია ჩვენს მისიაზე, ჩვენს ადგილზე ამ სამყაროში, მის პოვნაზე, გაცნობიერებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეხუთე ჩაკრა, ყელის ჩაკრა იყოს ნორმაში. მეხუთე ჩაკრა ეს არის პირველი ჩაკრა ზედა სამი ჩაკრის რიცხვიდან, რომელიც ფაქტიურად განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას იდეალურ სამყაროში. თუ ქვედა ჩაკრები პასუხისმგებელია ჩვენს ეფექტურობაზე, გადარჩენაზე, სიამოვნებაზე, ბედნიერებაზე, ხო? მატერიალურ სამყაროში, აი ზედა ჩაკრები პასუხისმგებელია იდეალურ სამყაროზე, კვანტურ სამყაროზე და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ სხვა სამყაროში. და ამათ შორის არის, თუ გახსოვთ, გულის ჩაკრა, ანუ ჩვენი სიყვარულის უნარი განაპირობებს ზუსტად ბალანს მატერიალურსა და სულიერს შორის ჩვენს ცხოვრებაში. აი ესეთი მიმოხილვა, რაც შეეხებოდა მეხუთე ჩაკრას. ასევე ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ყელის არესთან, ფარისებრ ჯირკვალთან, კისერთან, ხო, ფიზიკურ პრობლემებს გულისხმობ, აქაც მეხუთე ჩაკრაზე, ყელის ჩაკრაზე გვაქვს სამუშაო. მასთან მუშაობა მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც ყველა დანარჩენ ჩაკრასთან. ასე ვთქვათ, ქვემოდან ზემოთ მივდივართ, თუ გახსოვთ ეს ალგორითმი, როდესაც გავალთ ბოლოში ჩაკრების აღწერაში, აუცილებლად აღწერთ, როგორ კეთდება ჩაკრებთან მუშაობა მთლიანობაში, მთელ სისტემასთან. შეგიძლიათ ნახოთ წინა ლაივები, იმისთვის, რომ გაერკვეთ იმაში, თუ ცალკე აღებულ ჩაკრაზე როგორ შეიძლება ვიმუშაოთ. აი, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა მეხუთე ჩაკრის შესახებ, თუ გვაქვს რამე შეკითხვები, კი ბატონო, მზად ვარ გიპასუხოთ. მაგრამ გვაქვს ერთი შეკითხვა.
რომ უსმენ ჩაკრების შესახებ განმარტებას, მგონია ყველგან პრობლემა მაქვს. რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში უნდა დაკავდეთ მთლიანად თქვენ ჩაკრების სისტემის ნორმალიზაცია. რეიკის პირველ საფეხურზე ამან შეიძლება წაიღოს 9 საათიდან 40 წუთამდე. მეორე საფეხურიდან გაცილებით უფრო ნაკლები დრო ჭირდება ხოლმე ამას დაახლოებით 20 წუთამდე. მაგრამ თუ აბსოლუტურად ყველა ჩაკრაში დააფიქსირეთ რაღაცა პრობლემა, დაელოდეთ კიდევ 2 საფრთხეს, მე-6-ს და მე-7-ს და შემდეგ გასწავლით როგორ გავაკეთოთ სრული ნორმალიზაცია ჩვენი ჩაკრების სისტემის რეიკის მეშვეობით და შეგიძლიათ დაიწყოთ ამის კეთება მინიმუმ 3 კვირა და შემდეგ დააგვირდეთ შედეგებს. იმიტომ როცა იწყებ ჩაკრებზე მუშაობას, როგორც წესი, მე-4, მე-5 დღიდან იწყებ რეალური ხელშესახებით ცვლილებების აღქმას. შესაბამისად, 21 დღე ეს არის მინიმუმი. თუ გნებავთ, შეგიძლიათ შემდეგაც გააგრძელოთ ეს მუშაობა. აი, დაახლოებით ასე. კეთილი, გისურვებთ სასიამოვნო პრაქტიკას საკუთარ თავზე, სასიამოვნო მუშაობას, შედეგიან მუშაობას და მომავალ შეხვედრამდე. ხო, შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ვიწყებთ რეიკის პირველი საფეხურის ტრეინინგს. ყველა პირობა და ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ პეიჯზე. პეიჯზე უსუი რეიკის ონლაინ სკოლა და თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა და ისწავლოთ რეიკის პირველი საფეხური, ანუ გახდეთ პრაქტიკოსი, მომმართეთ, მომწერეთ პირადში და დაგაკვალიანებთ, როგორ შეიძლება შემოგვიერთდეთ ამ ტრენინგში. აბა, კარგად.